ამ კრიმინალურმა რეჟიმმა სუსის სპეცოპერაციით იცით საზოგადოება ინფორმირებულია და აკავა ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა, რომელიც ერთ-ერთი აქტიური ადამიანია, ჩვენი ძალიან ერთგული თანამებრძოლი და განსაკუთრებით იმიტომ რომ ის პირადად მეგობრობს ლევან ხაბეიშვილთან, მის გვერდით ხშირად არის, იმის გამო რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ ამ რეჟიმის მხილება ძალიან აეწვა ამ რეჟიმს, ძალიან არ მოეწონა, რადგანაც ლევანის სიტყვები ძალიან ბევრი რამ და წინასწარმეტყველება გამართლდა. ლევანმა ამხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის შიგნით არსებული მძიმე მდგომარეობა, ნაწილი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ ესვრიან ერთმანეთს, ან როგორ სიკვდილამდე მიყავთ თუ თვითმკვლელობამდე მიყავთ, როგორ არჩევენ საქმეებს შავი ფულის აღებასთან დაკავშირებით და ამ ქურდულ ოფშიაქში განაწილებასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ არაფერი არ გვიკვირს ამ რეჟიმისგან, ვიცით რომ ნაციონალური მოძრაობა იყო და არის ამოღებული მიზანში, ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური რუსული ბანდის ამოცანა არ არის საქართველოს სიღარიბიდან გამოყვანა, საქართველოს ფეხზე დაყენება, არამედ მისი გაცხადებული მიზანია ნაციონალური მოძრაობის განადგურება, სწორედ ამიტომ უკვე მე-4 წელიწადია საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ნაციონალური მოძრაობის მთავარი ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილი 4 კედელს შორის არის გამომწყდეული, ახლა დააკავეს ლაშა ცანავა. მომავალში ველოდებით სხვების დაკავებას, უფრო მძიმე ქმედებებს, კრიმინალურ ქმედებებს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ამ რეჟიმის მხრიდან, ეს ჩვენ არ გვიკვირს, ეს ჩვენ არ გვაშინებს. ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ყოველთვის ქართველი ხალხის ბრძოლის, ჩვენი ქვეყნის განთლიანების, კეთილდღეობის და ფეხზე დაყენებისთვის ბრძოლის ავანგარდში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისე როგორც არ გატყდა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გატყდა და არ გატყდება ლაშა ცანავა, არ გატყდა უამრავი ჩვენი ათასობით თანამებრძოლი, ეს ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის გაგრძელდება და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის რიგებში, რომელიც არ შეწყვეტს ამ ბრძოლას საქართველოსთვის, საქართველოს კეთილდღეობისთვის, საქართველოს განთლიანებისთვის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ხა მეორე საკითხი, რომელზედაც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის საქართველოსთვის, ისე როგორც უკრაინისთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროს რუსეთთან ბრძოლის კონტექსტში, ჩვენ დავინახეთ, როგორ შეამცირა პრეზიდენტმა ტრამპმა 50 დღე, 10 დღემდე პუტინთან და პუტინის რუსეთთან მიმართებაში და როგორ ძალიან მკვეთრად შეცვალა მან ტონი და დამოკიდებულება პუტინის რაშისტული იმპერიის მიმართ, რადგანაც ყველასთვის კარგად არის ნათელი რა მიზნები ამოძრავებს რაშისტურ იმპერიას უკრაინაში, ზოგადად მის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ მომავალში უკრაინას ექნება უფრო მეტი წარმატებები, პრეზიდენტ ტრამპისა და ევროკავშირის ლიდერების, ისე როგორც დიდი ბრიტანეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არის ისტორიული ნაბიჯი იმისათვის, რომ იყოს მზად წელი ცივილიზებული სამყარო მოიგერიოს რუსეთის აგრესია, დაეხმაროს უკრაინას და ბუნებრივია ეს ყველაფერი საქართველოსაც აისახება, რადგანაც საქართველოში მოქმედებს პუტინის რაშისტური რუსეთის მეხუთე კოლონა, რომელსაც 2012 წლიდან აქვს ხელისუფლება ხელში ჩაგდებული, ბოლო არჩევნები საერთოდ ტოტალურად გააყალბა, რომელიც ასევე აღინიშნა ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, მათ შორის ეუთო ოდირის მიერ, რომელსაც რატომღაც იშველიებენ, რომლის დასკვნაში არც ერთი სიტყვა არ წერია სამართლიანობისა და თავისუფალი არჩევნების შესახებ, რაც ნიშნავს არჩევნების
გაყალბებას და ახლა ეს მოღალატური რეჟიმი დაკავებული არის ჩვენ მეგობრებთან კონფრონტაციით, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან თუ ევროკავშირის და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებთან დაკავებული არის ევროკავშირის ელჩის ლანძღვით და მასთან კონფრონტაციით, საქართველოს იზოლაციაში მოქცევის მცდელობით. ამიტომ ნათელია, რომ დასავლეთმა ჩვენმა ყველა მეგობარმა ძალიან სერიოზულად გამოიღვიძა, ძალიან სერიოზულად გამოიხედა ჩვენი რეგიონისკენ, რაშისტული რუსეთისკენ, უკრაინის დასახმარებლად, რაშისტული რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამარცხდეს ეს რაშისტური ბნელი ძალა, დამარცხდეს მსოფლიოში ყველა ის ბნელი ძალები, რომელთანაც სწორედ თანამშრომლობს ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა საქართველოში, როგორც ისინი თანამშრომლობდნენ და ჭირისუფლად იყვნენ ერთად ხამასთან, აიათოლებთან ირანში, ახლა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და მოქმედებენ რუსეთის პირდაპირ მითებით და პუტინის პირდაპირ გეგმით. სწორედ ამიტომ ქართველი ხალხის სულ უფრო და უფრო მეტი ნაწილი ერთვება საერთო სახალხო ბრძოლაში, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ ბრძოლაში, თანმიმდევრულ ბრძოლაში ბოლომდე, ბრძოლაში საქართველოს გამარჯვებისათვის და ეს ბრძოლა აუცილებლად სწორედ ასე საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. პირველი კითხვის დაგისურვებ მეგობარებთან დაკავშირებით, სენატორებმა ვისაც მეგობარი აქტი დაპაუზებული ჰქონდა საკუთარი პოზიციების გადახედვა დაიწყეს. ტიმ სკოტმა და მაიკ ლიმ მოხსნეს აქტის შეჩერება და რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი? ძალიან ნიშანდობლივია, რომ რა თქმა უნდა მუშაობს ივანიშვილის ბანდა იმისათვის, რომ ჩვენი მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, სხვაგან დიდ ბრიტანეთში შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, ამას ხედავს ქართველი ხალხი. ეს ძალიან კარგად დაინახეს ძალიან მოკლედ იმ სენატორებმაც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მეგობარი აქტის დაჩქარებული პროცედურებით მიღებას. და ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ერთსულოვნებას როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის რიგებში, როგორც ამერიკის კონგრესის ქვედა პალატაში, ისე ზედა პალატაში, სენატში და დარწმუნებულები ვართ, რომ ის აქტი, რომელსაც მეგობარი აქტი ქვია, რომელიც ნამდვილად არის მეგობრობის გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მიმართ, ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ასევე მოიცავს არაღიარების პოლიტიკას, ჩვენი სუვერენიტეტის და დემოკრატიული განვითარების ხარდაჭერას და დაცვას ეს აქტი იქნება მიღებული ერთის მხრივ ქართველი ხალხის ხარდასაჭერად და მეორეს მხრივ ამ აქტში იქნება ის ძალიან მკაფიო და ივანიშვილის კრიმინალური მოღალატური რუსული ბანდისთვის ძალიან მტკივნეული ნაბიჯები, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი მზეწოლის ბერკეტი იქნება ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან საქართველოს მეგობრები, არიან ქართველი ხალხის მეგობრები და სწორედ მეგობრობა ეს არის, როდესაც ისინი ხედავენ, რომ საქართველოში ხელისუფლება ჩაიგდო არჩევნების გაყალბების, ტერორის და კრიმინალური ქმედებების კონსტიტუციის დარღვევის გზით მოღალატეთა კრიმინალთა რუსულმა ბანდამ, ბუნებრივია ისინი არ მიატოვებენ ქართულ ხალხს და იქნებიან ქართველი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ნაციონალ მოძრაობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიას და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აქტი ამ წლის ბოლომდე ყველა შემთხვევაში იქნება მიღებული, რასაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს და ეს კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის თვალსაზრისით. ფორმულას კითხვას დავსვა გუშინ ჟენევაში, სადაც პაპუაშვილი იყო ჩასული, ასევე იმყოფებოდა ვალენტინა მარინენკო, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე. პროტესტის ნიშნად, როგორც ვიცით, უკრაინის დელეგაციამ დატოვა დარბაზი.
ქართული დელეგაცია კი დარჩა და გააგრძელა მისი მოსმენა. აი ეს ფაქტი რომ შეგვიფასოთ რას ნიშნავს? ნუ მე ვფიქრობ ეს არავის არ უკვირს ვალენტინა მატვიონკოს და პუტინის სხვა დამქაშების დარბაზში მოსმენა კი არა, ჩვენ ვიცით თვითონ ამ რეჟიმის ბანდის ძალიან მაღალი რანგის სპეცსამსახურების და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან თუ როგორ პირდაპირ ინსტრუქციებს აძლევენ აქ საქართველოში სუსის და სხვა შენობებში მოკალათებული რუსი აგენტურა ამ რეჟიმს და როგორ მოქმედებს სწორედ პუტინის გეგმითა და სცენარით ეს მოღალატური კრიმინალური ბანდა, რომელმაც უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, როდესაც ის ახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას იმ ჩვენი ძველი ერთგული მეგობრებისგან, რომლებიც იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაზე და სიძლიერეზე ზრუნავდნენ ჩვენი ქვეყნის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან და ებრძვის ამ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი ამით არის დაკავებული ეს მოღალატური რეჟიმი და მეგობრობს, რა თქმა უნდა, რუსეთთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ხამასთან და აიათოლებთან, ასე რომ გასაკვირი სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერია, იმიტომ რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს და ყველანი კარგად ვხედავთ, რა მოღალატური პოლიტიკის გატარებას ახორციელებს ეს კრიმინალური ბანდა. ჩვენთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 4 ოქტომბერს დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციაში ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის წარმომადგენლად ვინ იქნება დანიშნული ამ სპეცოპერაციის მონაწილედ. ჩვენ კარგად ვხედავთ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში რა უბედურება დაატრიალა ამ ბანდამ საქართველოს თავზე, საქართველოსდან გაიქცა ძირითადად სიჯუხჭირის გამო 1 მილიონზე მეტი ქართველი. საქართველოს ქართველებისგან იცლება და ივსება პაკისტანელი და ბანგლადეშელი უცხოტომელებით. საქართველოს ძირითადი მოსახლეობა ჩვეულებრივი ადამიანი ღარიბდებიან, მაშინ როცა ამ მოღალატეთა ბანდის წარმომადგენლები, მათ შორის კალაძე და სხვები ჯიბეებს ისქელებენ და მილიონებს და მილიარდებს აკეთებენ ქართული ბიუჯეტისა და საქართველოს ეკონომიკის ხარჯზე. ამიტომ ჩვენი პასუხი ამ რუსულ სპეცოპერაციაზე იქნება ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არ აპირებს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს გამოვა გარეთ და არაძალადობრივად მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ გააპროტესტებს ამ მოღალატეთა რეჟიმს და ქართველი ხალხი თავის მორიგ სიტყვას იტყვის ამ მოღალატური რეჟიმის თავიდან მოსაცილებლად. რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის განსხვავებული ვერსიები გაჟღერდა თქვენსავე პარტიაში, მაგალითად, ხაბეიშვილი რევოლუციის დედლაინა 4 ოქტომბერს თვლის, თინა ბუქუჩავაკი ფსონის დადება არ სურს ერთ კონკრეტულ თარიღზე. ამ განცხადებებს კრიტიკა მოყვა სხვა ოპოზიციონერებისგან, მაგალითად თამარ ჩერგოლიაშვილი და ელენე ხუშტარი აკრიტიკებენ, რომ გითხრათ, რატომ ვირ ჩამოყალიბდით დიდ სტრატეგიაზე და რატომ მაინც და მაინც რევოლუცია. რას ნიშნავს ხალხაძლევა ხაბეიშვილის ამ განცხადებებს? რაც შეეხება ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის პროპაგანდას, ის ცდილობს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია გააიგიოს სახელმწიფო ძალადობრივ გადატრიალებასთან. ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის. მშვიდობიანი მოქმედება, გნებავთ ამას რევოლუცია დაარქვი, არაძალადობრივი მოქმედება არის აბსოლუტურად საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არის ხალხის უფლება. ხოლო რაც შეეხება როდის მოხდება ესა თუ ის აქცია, როდის გამოვა ხალხი გარეთ და საბოლოო ჯამში როდის ჩამოიშლება ეს პობადი მოღალატეთა და კრიმინალთა მაფიოზური ბანდა, ეს ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ეს იყოს 4 ოქტომბრამდე, შეიძლება ეს იყოს 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ატარებენ რუსულ სპეცოპერაციას, აბსოლუტურად
აბსოლუტურად შესაძლებელია, შეიძლება იყოს იმის შემდეგ არასდროს არც ერთ ჩვენ წევრს, არც თინა ბოკუჩავარს, არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ ეს გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება. გვინდა თუ არა რომ ეს მოხდეს, რა თქმა უნდა გვინდა, მაგრამ წინასწარ რა თქმა უნდა არავინ არ ვიცით რა და როგორ იქნება. შეიძლება ეს მოღალატეთა ბანდა, რომელიც ერთმანეთს ესვრის ან თავიანთ წევრებს თავს აკვლევინებს, მანამდე ჩამოიშალოს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე გახრწნილია, თავიდან ბოლომდე შიგნიდან არის გამომპალი. ამიტომ ჩვენი ბრძოლა ყოველთვის გაგრძელდება. ახლა 2 აგვისტოს არის საერთო სახალხო აქცია დაგეგმილი ბათუმში, მერე შეიძლება იყოს 5-ში, მერე იქნება აუცილებლად რუსეთის საქართველოზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის თარიღი 7 აგვისტო აღსანიშნი სხვა თარიღები, სადაც ხალხი გამოვა ქუჩაში 7 აგვისტოს აღნიშნავთ და პატივს მივაგებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გმირების ხსოვნას პარალელურად, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივია გავაპროტესტებთ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმის პარპაშს, იმ რუსეთის რეჟიმისა, რომელმაც 2008 წელს ვერ გატეხა ქართული სახელმწიფო, ვერ გატეხა ქართველი ხალხი, მაგრამ 2012 წელს რუსული სპეცოპერაციით, ფსიქოლოგიურ საინფორმაციო სპეცოპერაციით მოახერხა თავისი მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მოყვანა და იმის შემდგომ ჩვენ ვხედავთ როგორი მოღალატური პოლიტიკა აქვს ივანიშვილის ამ ბანდას და როგორ ახორციელებს ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად პუტინის გეგმას, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ყველა იმ პარტნიორისგან, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, საქართველოს დემოკრატიულ მშვიდობიან განვითარებაზე, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაც არის ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მისწრაფება იმისათვის, რომ საქართველო მშვიდობიანად გავამთლიანოთ და საქართველოში მართლა იყოს მკვიდრი მშვიდობა და საქართველო განვითარდეს როგორც ცივილიზებული ქვეყანა და საქართველოდან კი არ გარბოდეს 1 მილიონზე მეტი ქართველი, არამედ საქართველოში უბრუნდებოდეს თავის სამშობლოს ქართველები, ჩვენი მოქალაქეები და საქართველო იყოს წელში გამართული აყვავებული ქვეყანა. ასე რომ ჩვენ წინასწარ არც ერთი ასე ვთქვათ თარიღის წინასწარ მეტყველება არ შეგვიძლია, თუმცა რა თქმა უნდა გვინდა რომ ხვალად ჩამოიშალოს ეს რეჟიმი 2-ში, 5-ში, 7-ში თუ 4 ოქტომბრამდე თუ 4 ოქტომბერს თუ იმის შემდგომ. ეს ზუსტად არავინ არ იცის, ამის თაობაზე ისაუბრა თინა ბოკუჩავამაც და ბევრს მოუნდა, მათ შორის ქოცურ რუსულ პროპაგანდას, რომ ეს გაესაღებია თითქოს ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით ან ჩამოუყალიბება ან უფრო მეტი რაღაცა შეუთანხმებლობა თუ დაპირისპირება, ეს ასე არ არის. არავის, არც ერთ ჩვენთაგანს, არც ბატონ პატაბურჭულაძეს, რომელიც არის ამ პროცესის ინიციატორი, მოძრაობა რუსთაველის გამზირის და 4 ოქტომბრის მანიფესტაციის და აქციის ინიციატორი, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობამ მხარს უჭერს, აქტიურად არის ჩართული მასში ლევან ხაბეიშვილი, არავის არასდროს არ უთქვამს, რომ გინდა თუ არა ერთ დღეში რაღაცა დაიწყება და დამთავრდება. ასეთი რამ არასდროს არავისგან არ მომისმენია. შესაბამისად, ეს ყველაფერი აგორებული ქარიშხალი არის ჩიქაში ქარიშხალი იმისთვის, რომ გადაიტანონ ყურადღება ქართული საზოგადოების ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლიდან სხვა აბსოლუტურად არ არსებულ თემებზე და მიასახარისხოვან საკითხებზე. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი ის თარიღი, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში. ბუნებრივია, იმიტომ რომ პასუხი რუსულ სპეცოპერაციაზე რა უნდა კონდეს ქართულ საზოგადოებას, ის ხო არ ექნება, რომ წავიდეს და იმ რუსული სპეცოპერაციის რაღაცა პუნქტებში მივიდეს და ლეღვის ფოთლის როლი შეასრულოს და ანტურაჟის როლი შეასრულოს და ამ რეჟიმს რაღაცა გარკვეული ლეგიტიმაცია მიცეს. რასაც არა მარტო ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ამისთვის იქნება გამოყენებული, არამედ თვით ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამბობს, ყველა ძირითადი ევროპული პარტია ამას ამბობს. ეს ნათელია, ხო? ამიტომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ნაცვლად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობისა გამოვა გარეთ და გააპროტესტებს, კი, არაძალადობრივად მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ გააპროტესტებს ამ რეჟიმის საქართველოში პარპაშს და
თუ მანამდე ჩამოიშლება ეს რეჟიმი ჩვენ ამას მივესალმებით, თუ 4 ოქტომბერს ჩამოიშლება, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ არა და ჩვენი ბრძოლა მაინც არ შეწყდება, ჩვენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება 5 ოქტომბერს, 10-ში, 30-ში და ასე შემდეგ, მანამ სანამ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას ხელისუფლებიდან არ ჩამოვაცილებთ. ეს იქნება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი და არაძალადობრივი კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება და აი ეს ერთადერთი ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ იქნება ეს 4-მდე, თუ 4-ში, თუ 4-ის შემდეგ მოვახდინოთ ქართული საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომელიც მაგალითად 20-24 საპარლამენტო არჩევნებზე საერთოდ არ მოვიდნენ, ეს არის უდიდესი რესურსი, რომელსაც მათ შორის ბოროტად იყენებს ეს რეჟიმი, რომ ეს ადამიანები არ არიან ჩართული ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ნაციონალური მოძრაობის, სხვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი მოქალაქეების, რომ მივიდეთ, აუხსნათ ამ ადამიანებს, დაველაპარაკოთ, რომ გააპროტესტონ ეს რეჟიმი, გამოვიდნენ ქუჩაში 4 ოქტომბრამდე, 4 ოქტომბერს და თუ ეს რეჟიმი 4 ოქტომბერს არ დასრულდება, რაც ასევე აბსოლუტურად ბუნებრივი ლოგიკური თარიღია რუსული სპეცოპერაციის გაპროტესტებისა, იმის შემდგომაც გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა და მივიყვანოთ ბოლომდე საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. ერთსაც კითხავთ, თუ შეიძლება ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მან კი დასავლურ რიტორიკას გაიმიჯნა და ამიტომ ზის ციხეში. რა თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია? მადლობა ამ შეკითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ბაჩიაშვილი კიდევ ერთი ის ადამიანია ამ კრიმინალი და მაფიოზი ივანიშვილის გარემოცვიდან, უშუალო გარემოცვიდან, რომელსაც მის ივანიშვილის შვილობილათაც კი მოიხსენიებდნენ, რომელმაც ამხილა ეს რეჟიმი, ჩვენ გვაქვს სუსის უფროსის მოადგილე, რომელიც ახლა ციხეში ზის გოგაშვილი ხო თუ არ ვწდები მისი გვარი და სხვები მაღალჩინოსნები აი ამ სადამსჯელო რაზმების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ ყველანი თავთავიანთი მიმართულებით, როგორ იყვნენ მოწმე იმისა, რომ ეს რეჟიმი მათ ავალებდათ იმოქმედონ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, როგორ არიან აქ საქართველოში დაბანაკებული რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები, როგორ მიმდინარეობს და როგორ იწარმოება რუსული პროპაგანდა, სწორედ კრემლიდან გამოგზავნილი პროპაგანდის ინსტრუმენტებიდან და ლაბორატორიებიდან იმისათვის, რომ ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, იმისათვის, რომ სხვა მიმართულებით გადაიტანონ ხალხის ყურადღება, იმისათვის, რომ რამენაერად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმმა მოახერხოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება, იმისათვის, რომ საქართველო მთლიანობაში ამ რეჟიმმა შეძლოს თავის ჭკუაზე ატაროს და დაუპირისპიროს ჩვენს მთავარ პარტნიორებს, ერთგულ საქართველოს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, სხვა ჩვენ პარტნიორებს. და ეს აღიარა კიდევაც ბატონმა ბაჩიაშვილმა და რომც არ ეღიარებია მას, მანამდეც ჰქონდა სხვა ამდაგვარი ინფორმაცია თვითონ ამ ბანდის შიგნიდან წამოსული ადამიანებისა, რომლებსაც ხმა მოიღეს და ამხილეს ეს რეჟიმი და ახლა ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მამხილებელი ადამიანია ივანიშვილის შვილობილი, რომელმაც უკვე ვეღარ გადალახა ის წითელი ხაზი, რაც მას დაუწესა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ასე გონა რომ ფულის გამო ყველაფერს გააკეთებს და გაირკვა რომ ბაჩიაშვილი ფულის გამო ყველაფერს არ აკეთებს და აქვს მას რაღაცა თავისი პრინციპები და თავისი წითელი ხაზები, რომლის გადალახვას არ აპირებდა და ის რომ ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა არის დაკავებული რუსული პიარით, რუსული პროპაგანდით იმისათვის, რომ სწორედ საქართველო გახადოს რუსეთის სალუკმო, რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ქვეშ და იმ გზით, რომ საქართველო იქნება იზოლირებული, დაშორებული ჩვენს მთავარ პარტნიორებს, ბუნებრივია ამას ქართული საზოგადოება კარგად ხედავს. როგორ უპირისპირდება ახლაც, აი, შეგიძლიათ დღესაც ნებისმიერი ტელევიზია ჩართოთ და პაპუაშვილი იქნება, ეს კალაძე იქნება თუ ნებისმიერი, ვთქვათ, კობახიძე თუ სხვა ამ ბანდის წარმომადგენელი მანქურთი, როგორ ლანძღავს ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეძახიან deep states, ომის პარტიას, ეს უკვე გაჩაღებული არის, უკვე წლებია, ხო, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს უფრო კაფიო და კარგად დაინახა საზოგადოებამ, ასე რომ ბაჩიაშვილის ნათქვამი კიდევ ერთი უბრალოდ პირადი მტკიცებულება არის აი ამ ივანიშვილის ბანდის შიდა
წრიდან ივანიშვილის შვილობილის მიერ ხილებული ამ ბანდის და მაფიოზური კლანის მეთაური. ანტიდასავლური რიტორიკისგან გამიჩნდა შეიძლება კონკრეტულად რეგულის ხელობის რატომ ახლა ბაჩიაშვილი ციხეში რეალურად. მე საკმაურსად გესაუბრეთ იმის თაობაზე რა არის ჩვენი შეფასება ბაჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ბაჩიაშვილი რატომ და რას აკეთებს, ალბათ მას უნდა კითხოთ და არა მე. ბატონო, სულაც ვერ გავი. ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღწერებს, უწყების ცნობით ვაშინგტონში არბიტრაჟმა ალექსის სპორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამეტანა საქართველოს მთავრობას სრულიად გაამართლა ამ დავაში. როგორ შეაფასებთ ზოგადად აი ამ დავას? მამკოხაძე და ბადრიჯაფარიძე იძახდნენ, რომ ხელისუფლება მათ ხელს უშლიდა ალექსის სპორტის განხორციელებაში. თუმცა ახლა უკვე არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ ეს ასე არ იყო და საქართველოს სრულიად გაამართლა და მეტიც მათ საქართველოს მთავრობის მიმართ 6.5 მილიონი დოლარის გადახდას დააკისრა. როგორ აფასებთ აი ამ პროცესს ზოგადად და რა შეფასებები გქონდათ მოელოდით ამას თუ მაგალითად არ მოელოდით ჯეროდათ მათი რასაც იძახდნენ თუ აი რას ადასტურებს ეს კიდევ ერთხელ მე არა ვარ საქმის გულში ბადე ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს რას არჩეული ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გავეცნობი ამ ინფორმაციას და უფრო დეტალურად შეგვეძლება ამაზე რეაგირება, თუმცა რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ არც მამუკა ხაზარაძე და ბადე ჯაფარიძეს, არც მანამდე, არც იმათ შემდეგ ლაზიკის სპორტის მშენებლობა, ანაკლიის სპორტის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს ხელოვნურად გააჩერა საქართველოს მტერმა და მოღალატე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ პუტინის დავალებით, იმისთვის რომ საქართველოს არ ქონოდა დამატებით კიდევ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც გააძლიერებდა ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას უზრუნველყოფდა მნიშვნელოვანწილად, როგორც მინიმუმ დასავლეთ საქართველოში და სამეგრელო გურიის რეგიონში ხალხის დასაქმების სახით და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამატებითი ფუნქციის მინიჭების სახით, ეს რა თქმა უნდა არ აწყობს რუსეთს, არ აწყობს რომ საქართველოში იყოს დიდი პორტი, მძლავრი პორტი, სერიოზული ინფრასტრუქტურა, სადაც გაივლის ის ტვირთები, რომელიც დღეს გადიან რუსეთის ტერიტორიას და ხვალ თუ კი ეს პორტი აშენდებოდა აღარ გაივლიდნენ, ამიტომ ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალება, პირდაპირ რუსეთის მითითება, რომ ეს პორტი, ამ პორტის მშენებლობა არასდროს არ შემდგარიყო და ფაქტი ერთია, არც მამუკა ხაზარაძე და ბადე ჯაფარიძეს მიეცა, არც მანამდე ინვესტორებს ამის საშუალება არ მიეცათ, არც იმის შემდეგ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადე ჯაფარიძე ჩამოცილდა ამ პროექტს უკვე რამდენი წელიწადი გავიდა, არც იმის შემდეგ გაკეთებულა არაფერი. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ამ მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის მეთაურის ივანიშვილის მიმართ პუტინის დავალება, რომ საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ აშენდეს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც ანაკლია ლაზიკის სპორტია, თუ ნებისმიერი სხვა ის ობიექტი, რომელიც იქნება საქართველოს პროგრესის განმაპირობებელი, მაგალითად, როგორც ამერიკული ტექნიკური უნივერსიტეტია, მაგალითად, ჩვენი რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც 13 წელიწადია მინუსებში არის, მაგალითად, ახალი რკინიგზის მშენებლობა, ყარსი ახალქალაქის დასრულება, რომელიც 13 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს, მაგალითად, თუნდაც მაგისტრალური გზების მშენებლობა 13 წლის განმავლობაში, როცა უკვე ალბათ 10 წლის წინ უნდა ყოფილიყო დამთავრებული წითელი ხიდიდან ბათუმამდე სარფამდე გზა, მაგისტრალური ქაროსნური გზა, რაც არის ამავდროულად დასავლეთ აღმოსავლეთის შემაერთებელი გზა, სატრანსპორტო გზა, ტვირთების გადამზიდველი გზა, სწორედ ეს არის რუსეთის ინტერესი. ისინი აშენებენ უზარმაზარი საკრედიტო თანხით რუსეთთან შემაერთებელ გზას, კიდევ ერთ როკის გვირაბს, დაჩქარებული ტემპით და 13 წლის განმავლობაში ეს გზაც ვერ დაამთავრეს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ერთ კონტექსტში, ანაკლიის ლაზიკის სპორტი და სხვა ყველა ინფრასტრუქტურული სტრატეგიული პროექტები, აღარ ვლაპარაკობ თბილისში აი ამ შემოვლითი გზის მშენებლობას და სხვა პროექტებს, რომელიც ასევე ხელოვნურად არის გაჩერებული ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის მიერ. ეს მათ უნდა კითხოთ. ბატონო? ახლა ვაშინგტონში წააგეს. ხელისუფლებას აბრალებდნენ, ანუ ასე რომ ვთქვათ, რომ ხელი შემუშალეთ თუ ამ პროექტის განხორციელებაშიო.
თუმცა ყველა ამ ორგანოში საქართველოს ხელისუფლება გამართდა და პირიქით გაგემარება მათ დაეცა პრობლემები საქართველოსთვის ფინანსურად გადასახადის გავიგე, იგივე კითხვას მიმეორებ და ახლა კიდევ ერთხელ გიპასუხებთ თუ რამე ვერ გაიგეთ. მამუკა ხაზარაძეს და ბადე ჯაფარიძეს ვიდრე ქონდათ ეს პროექტი. მანამდე იყვნენ ინვესტორები, რომლებიც გააგდო ბიძინა ივანიშვილმა. მამუკა ხაზარაძე და ბადე ჯაფარიძეც გააგდო, მაგრამ თავი რო დავანებოთ მათ, იმის შემდეგ უკვე წლები გავიდა და ასევე არავის არ დაუწყია ანაკლია ლაზიკის პორტის მშენებლობა. ეს ხო არის ფაქტი. ამიტომ მარტო მამუკა ხაზარაძეს და ბადრ ჯაფარიძეს საუბარი აწყობს რუსული პიარის რუსული პროპაგანდის საშუალებებს და მანამდე რა ხდებოდა იმის შემდეგ რო არაფერი არ ხდება და არ შენდება ამაზე საუბარი რა თქმა უნდა არ აწყობს და ჩვენ გვაწყობს არა რომელიღაც ერთ და ორ პიროვნებასთან დაკავშირებით ყურადღების ფოკუსირება არამედ რა ხდება რეალურად იმის დანახვება ჩვენი საზოგადოებისთვის და რა ხდება კარგად ხედავთ ხო დაწყებული იყო პროექტირება დაწყებული იყო ზღვაში სამუშაოები დაწყებული იყო მშენებლობაც უკვე ადმინისტრაციის შენობას აშენებული ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ამ მიმართულებით ძალიან სწრაფი ტემპით მიდიოდა მუშაობა მოვიდა მოღალატე კრიმინალი ბიძინა ივანიშვილი თავის კრიმინალურ რუსულ ბანდასთან ერთად და გააჩერა ამ პროექტის მშენებლობა არ არსებობს ხო 13 წელი გავიდა, არაფერი იქ არ შენდება. ეს არის ფაქტი. ამიტომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრ ჯაფარიძეს საუბარი კი არ უშველის ამ რეჟიმს. ფაქტი არის, ხალხი ხედავს ძალიან კარგად რა გააკეთა და რა უпростоრად რა შეგნებულად პუტინის დავალებით არ გააკეთა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდამ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრ ჯაფარიძეს რო ჩამოართვეს ეს პროექტი, იმის შემდეგ რამე გააკეთეს? მეკითხებით გააკეთეს? აი მაგაზე რატო არ ლაპარაკობ თუ ჟურნალისტები ხართ, რომელსაც გინდათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, მაგრამ რა თქმა უნდა, გასაგებია თქვენ პირადად ჟურნალისტებს არაფერს არ გერჩით, მაგრამ თქვენი მედია კი არა პროპაგანდის რუსული საშუალებები სწორედ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ სიმართლის ერთი სეგმენტი დაანახონ საზოგადოებას, ისიც თუ ნაწილობრივ სიმართლეა და არა სრული სურათი, რომ ნაწილი დაინახოს, რაც ამ რეჟიმს აწყობს და ის ვითომ საზოგადოება ვერ შეამჩნევს, ვერ დაინახავს, ბრმა არის, ყრუ არის და არ იცის, რომ 13 წლის განმავლობაში გაჩერებულია ეს უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტი. რა გააკეთა ამ რეჟიმმა? მას შემდეგ რაც გააგდეს მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე. წლები გავიდა, რა გააკეთა? არაფერი. აი ეს არის სიმართლე. ეს არის პასუხი. ხო გიპასუხეთ ამაზე გენაცვალე. ვინ შეიძლება იყოს თავად რუსეთთან გახარიას საერთო კანდიდატი თბილისის მასშტაბით და სადაც მათ ამ ბრძოლის სტრატეგიას როგორ აფასებთ ჩვენ გვახსოვს ამ მიმდეთვის წინ თუნდაც იგივე წინააღმდეგობის პლატფორმის პარალელში ყველანი ერთად ისხდით მაგის სამსჯავრო მაგის გარშემო თუმცა ახლა ხედავთ რომ ისინი სხვანაირად ხდებიან და მათი სტრატეგია შეუძლია და კანდიდატისგან რა მოუწევთ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და მასში ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობას არაერთჯერ, მათ შორის ამ ბრიფინგზე გვაქვს გამოხატული ჩვენი პოზიცია, ასე რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ და იხემძღვანელოთ ჩვენი არაერთი კომენტარით, მათ შორის აი ამ ბრიფინგზე გესაუბრეთ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება, ამიტომ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოღალატეთა კრიმინალთა ბანდა კალაძეს დაასახელებს თუ რომელიღაცა სხვა კოცებზე და კოჩების ჭკუაზე მოსიარულე პარტია, ვის დაასახელებს და რას გააკეთებს. რუსული სპეცოპერაცია არის რუსული სპეცოპერაცია, რუსული სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლის ამ რეჟიმის დასამარცხებლად ბრძოლის ღალატი, ეს არის 2x2 4. ამასვე ამბობს, რომ რუსული სპეცოპერაცია ამ რეჟიმს სჭირდება მისი ლეგიტიმაციისთვის ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაც, ეს არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობის და სხვა
პარტიების მოსაზრება, აქედან გამომდინარე, ვისაც რამის გაგება და გათვალისწინება უნდა, ყველას აქვს ამის საშუალება. რუსული სპეცოპერაცია არის მავნებლობა, ქართველი ხალხის ღალატი, ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის გზა, ამიტომ მასში მონაწილეობა აბსოლუტურად არანორმალურია, დაუშვებელია და დარწმუნებულები ვართ, რომ რუსული სპეცოპერაციის ჩატარების დღეს 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოვა ქუჩაში და მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან პრინციპულად გააპროტესტებს ამ მოღალატურ რეჟიმს და მოითხოვს ამ მოღალატური რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. გიპასუხეთ უკვე ამ შეკითხვაზე, თუ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა? ხო, იცით რა არის 100 სხვადასხვა კუთხიდან ერთ და იგივე საკითხზე დასმულ შეკითხვას 100 ჯერ ნამდვილად არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩემი პასუხი არის ერთი და ის პასუხი გაქვთ, გიპასუხეთ და შესაბამისად იცით ჩვენი დამოკიდებულება რუსულ სპეცოპერაციასთან მიმართებაში. ხა თქვენ სხვადასხვა მხრიდან თუ გინდათ რომ ყური მოაბათ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, პატივისცემთ თქვენს მონდომებას, მაგრამ არ ვაპირებ, რომ 100 ჯერ ერთ და იგივე კითხვაზე, სხვადასხვა კონტექსტში, ერთ და იგივე საკითხზე ვისაუბრო და ერთ და იგივე პასუხი გაგცეთ. იხემძღვანელეთ იმ პასუხით, რომელიც უკვე გაგეცეთ. თუ გაინტერესებთ, ერთ და იგივე კონტექსტია ჩვენთვის სხვადასხვა კონტექსტი არ არსებობს. რუსული სპეცოპერაცია არის რუსული სპეცოპერაცია და შესაბამისად მისი რუსულ სპეცოპერაციაში შედეგი იქნება ის, რასაც განსაზღვრავს ეს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა. რა თქმა უნდა, თავის თავს გაამარჯვებიებენ და თუ ვინმე სიბრიყვითა თუ ქოცებთან თანამშრომლობის გამო მიიღებს მასში მონაწილეობას, იმათ გადაუგდებს, როგორც ძვალს უგდებენ ძაღლს სახრავად დასაკმაყოფილებლად, იმ თავის მეორე თუ მესამე ადგილს თავისი საკრებულოს წევრების ხელფასიანად. ეს სამარცხვინო, ასე ვთქვათ, პერსპექტივა შეიძლება კონდეს ნებისმიერს, ვინც რუსულ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ეს დღესავით ნათელია, ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ თუ დამატებით გინდათ ამის დაკონკრეტება, აი მიიღეთ ჩემი ეს პასუხით დამატებით კი ბატონო. აი, ლაშეცანავს რომ მივიდეთ და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ გამოძიებისგან ზოგადად? შეიძლება ეს მის აღკვეთით ჩაინიშნოს წინა სასამართლოსმა და აი რა მოლოდინი გაქვთ გამოძიებისგან და რასაც ედავებიან das თქვენთვის აი რა არის ის მოვაწაყრებული, რა არის რას ნიშნავს და რა მოლოდინი გაქვთ რა დაპატიმრების? მე უკვე გითხარით რა მოლოდინის გვაქვს, ჩვენ არა მარტო დაპატიმრების მოლოდინი გვაქვს, მათ შორის ლაშაში, ჩვენ გვყავს მთავარი ჩვენი ლიდერი 4 წელიწადია დაპატიმრებული, ჩვენ გვყავს ათასობით ჩვენი წევრი პროკურატურაში დაბარებული, დაპატიმრებული პოლიტიკური დევნილი, ჩვენ გვყავს უამრავი ჩვენი თანამებრძოლი ნაცემი, თავგატეხილი, ჩვენი ოფისები დარბეული და ტყვიანასროლი, ქვანასროლი, ასე რომ ამ რეჟიმისგან 13 წლის განმავლობაში რასაც ვიღებდით, ბუნებრივია იმაზე უარეს ველოდებით, მით უმეტეს სპეციალურად 13 წლის თავზე ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შექმნილი არის ჯალათეას ხელმძღვანელობით შექმნილი არის ღალატის კომისია ნაციონალური მოძრაობის განადგურების მიზნით, ამიტომ ლაშა ცანავას მიმართ კი არა, ბევრად უფრო მეტი ჩვენი წევრების მიმართ ველოდებით მაქსიმალურად ბრუტალურ უკანონო ქმედებებს დაპატიმრებასაც, სადარბაზოსთან დახვედრასაც, თავში ჩარტყმასაც, ცემასაც, სროლასაც, მოკლასაც და განადგურების მცდელობასაც, მაგრამ ეს ყველა მცდელობა უკვე გითხარით, დასრულდება ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის რეჟიმის სრული კრახით, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ნაციონალური მოძრაობის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს არ შეშინებია ამ ბანდას, არ შეუშინდება არც დღეს და არც ხვალ. ასეთია დარწმუნებულია ლაშა ცანავა, რომელიც ცდილობდა თავისი ოჯახისთვის ხან მძღოლად მუშაობით, ხან დაცვად მუშაობით, ხან იუსტიციის სახში ხალხის დახმარებით, ამა თუ იმ საკითხების მოგვარების დახმარებით, ორი თეთრი და ლარი ეშოვა, რომ სახში მიეტანა და ოჯახი გამოეკვება, ხო? აი ეს ადამიანია, რომელსაც ეხლა რაღაცა 1000 ბინძურეს აბრალებს ეს რეჟიმი, ხო? მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მძიმე შემოტევას ველოდებით, ამისთვის ვართ მზად მთელი ეს 13 წელიწადია
და ჩვენ ვიცით რაზე მივდივართ, ჩვენ ვიცით რა ბრძოლაში ვართ, ჩვენ ვიცით რომ რაშისტულ რუსეთთან და იმპერიასთან ბრძოლა არასდროს იოლი არ ყოფილა. მე ეს გამოვცადე ბავშვობის წლებიდან 1988 წლიდან ვიყავი ჩართული ჯერ კიდევ რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასე არიან ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ ახალგაზრდებიც, რომელმაც კარგად იციან, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არიან, ვინც ახლა მოვიდნენ, კარგად იციან რა ბრძოლაში მოვიდნენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა რაღაცა პარტიის ინტერესებისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ახლა ბუკვალურად სამწუხაროდ მეხუთე კოლონიისგან საქართველოს რუსული მეხუთე კოლონიისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის, ამიტომ ჩვენ გვაქვს საქმე პუტინთან, რაშისტულ რუსეთთან, რომლისთვისაც არანაირი ნორმები, არანაირი კანონები, არანაირი დემოკრატია, არანაირი ადამიანის უფლებები თუ ადამიანის სიცოცხლე ფასეული არ არის და ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, გაცნობიერებული გვაქვს ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს სხვა პოლიტპატიმრები დღეს უკვე ლაშად სანავათო თითოეული ჩვენთაგანი ამისთვის ვართ მზად და აბსოლუტურ უმეტესობას, როგორც აქამდე ვერ გატეხა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდამ, ისევ ვერ გატეხავს და ისევ მით უმეტეს ვერ გატეხავს ქართველი ხალხის ბრძოლას, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ქართულ ხალხთან ერთად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას აუცილებლად დაამარცხებს. რაც არ უნდა დაგვაპატიმრონ, რაც არ უნდა შეგვაშინონ, რაც არ უნდა გვესროლონ, გვცემონ და ასე შემდეგ ყველანაირი უკანონო კრიმინალური ქმედება ჩაიდინონ. ეს ჩვენ არ გვიკვირს კრიმინალური ბანდისგან, ჩვენ არანაირი კრიმინალური და უკანონო ქმედება არ გვიკვირს და ველოდებით ყველაზე ცუდს, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და ამისთვის ვართ მზად. მადლობა თქვენ ახლანდis. რამოდენიმე კაცი გადავიღოთ. სავარაუდოდ არეკოლისაში იქნება ლელოს გადახარების პარტიიდან კანდიდატად. ესე იყო ყოველთვის გუშინ ლელოში წარმოგვიყვეს ეს ინფორმაცია, ამიტომ რომ ისახებად კანდიდატები, მისი კანდიდატები ყოველთვის თქვენი აზრით აქვს თუ არა ზოგადად დაიმუშავოს იმას კონკურენციაში ყოფნის და ამაჩნევს უმრავლესობას და რამდენად შეიძლება ეს ხარი დაუჭიროს ეს კანდიდატურა. კადრებისთვის კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გულწრფელად გეუბნებით, რასაც ტელევიზიაში გასაშვებად გეუბნებით, იმას ნამდვილად ფიქრობ და იმას ვამბობ, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინც აპირებს, ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ვინც ლაპარაკობს, რომ მიიღოს მაშინ მონაწილეობა. მართლა როგორც ძვალს, ისე გადაუგდებს სახრავად ბიძინა ივანიშვილი ამ სულელებს. ასე რომ ძალიან სამარცხვინო საქციელია, მილიონჯერ გვაქვს შეფასებული ესა, ძალიან ბრიყული საქციელია. ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი საქციელია, ასე რომ აი სასაცილოც კი არ არის ამათი ესეთი ქმედება. თან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პარტია, რომელთანაც მეტნაკლებად ნორმალურად თანამშრომლობდით, ასე ბრიყულად იქცევა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და გაჯიუტებულია თავის შეცდომაში და გაჯიუტებულია ამ თავის მარაზმში, მე ასე ვიტყოდი, რომ გინდა თუ არა მიიღოს მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია, თვითონაც ძალიან კარგად იციან, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, რომ უკეთეს შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა გადაუგდებს სახრავად მეორე, მესამე ადგილს და საკრებულოში ხელფასიან ადგილებს. აი ეს არის, რასაც ისინი მიიღებენ მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი სამარცხვინო ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მთავრდება, რაც არ უნდა პოლიტიკური ძალა იყოს, რაც არ უნდა კონდეს ადრე გაკეთებული არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ასეთივე ბედი ეწევა ნებისმიერს, ვინც საბოლოოდ მაინც არ მოიშლის და რუსულ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. მადლობა.